დღეს გავჩვენებთ სრულ სერვის ზეთის შეცვლის ძრავში შოშოცავ ზეთი Force Max-ია. აგრის ფილტრი მოხსენე ჩვენი ასე ვთქვათ უბობა ეგრეთ წოდებული ტრიშოტკი და გვაქვს ასევე ესეთი მოსახსნელიც, ეს დღეს 15, ეს 25. შეგახსენებთ, რომ გვაქვს მაღაზია წერეთის 121 ნომერში და გვაქვს უამრავი აქსესუარი, მანქანის, ვიდეო კამერები, სამუშაო იარაღები და 1000 წვდომიანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამე და გამოიწერეთ ჩემი არხი. მოგეთ ახლა ასე ვთქვათ შევცვალოთ ფილტრი. ფილტრი ეს მოხსნილი ამ შოტკის წაღან მოხსენი, ვიდეოს Facebook-ზე დავდებ, როგორ მოიხსნა. და ახლა მორ დავიცვალოთ ხელები. აგერ გაჩვენებთ, როგორ უნდა მოხსნათ, მაგრამ პრინციპში ჯერ ზეთი უნდა გამოუშვათ აუცილებლად. მაინც 14-იანი გავუკაჭირდება თუ არ ვწდები. ძველზეც აიმძილ ბოლოში ჩავასხავთ. სამიდის რამდენიანია? არ მიდის. როგორც მახსოვს 14-იანი იყო ომის. სხვას დავაყენებთ, არ არის ეგეც დიდი პრობლემა. აგერ დავაყენოთ ახლა დანავარჩიოთ. და 16 არ იყო და 14-იც მაინც. იანით ვცადოთ. თოთმეტიანი ყოფილა. სად არის ბალონი? ასე რა თქმა უნდა, საშინიკიც უნდა მოიხსნას. და შემდეგ შეათვალიერებთ ქვემოთ რამე თუ წვეთავს ამ პრობლემა აქვს. მივყვანთ მერე ხელოსანს. თუ რამე პრობლემა შეატოვთ. მოხსნათ ეს. მოვყარეთ არის დაჭერილი. ამბარით დაუჭერიათ. სხვაგან შევაცვლევინე წინაზე და მე არ მეცალა და საკმაოდ არად დაუჭერიათ. გამოუშვათ ზეთი. თხილად ნელა, იმიტომ იცის დასვრა. საკმაოდ კარგად. შვიდი 1000-ია გავლილი დაახლოებით. აი მაინც დამსვარა. სავარაუდოდ გადმოვა და ჯობია ესე ჩავასხათ. აი ჩემი შეცდომა რომ წვილი ძაბრი ავიღებს ხვილის ნაცვლად. ამის არისო ეს არ არის დამონტაჟებული ვიდეო. ეს არის აი პირდაპირ ვიღებ და ვდებ. და YouTube-ზე კონტენტი იქნება ზუსტად რომ არ იქნება ასე თქვა დავარცხნილი ვიდეოები. მხოლოდ პირდაპირ გადაღებული, რაც ყველა შეიძლება შეეშალოს, ყველა შეიძლება ხელი ესე დაეცვაროს. და შეცდომა მოუვიდეს მოკლედ რა. ფილტრზე ხა ჭიქა უნდა მქონდეს ეს თქმა არა მაქვს ჭიქავი პროპასმას ჭიქები როა და ეს ბოთლით უნდა მოხსნა ისე რომ ხელი არ დავისვარო, უკვე დავისვარე პრინციპში. აი ახლა ჩამოიწურება ბოლომდე. ტილოებიც უნდა მოამზადოთ ხოლმე ზეთის შეცვლის დროს. ჩემთან შეცდომა არ დაუშვათ, წვრილი ძაბრი არ ეხმაროთ. ეხმაროთ მხოლოდ სხვილი ძაბრი. ეს შეგიძლიათ დაუდოთ აი ესე. ნახეთ, აი ესე დადებთ. რომ ასე ვთქვათ, არ ჩაედინოს ეს ზეთი. ავიღოთ ახლა ამ ტილო.
გავწმინდოთ ჩვენი ხელთათანები. ამ ხელთათანებსაც ვყიდით სხვადასხვა ხუთი ლარი აქვს ჩვენთან ძალიან კაი ხელთათანებია. ნახეთ როგორი ნამუშევარია და ერთი გაგლიჭილი არ აქვს. ერთხელ იყიდით და კაი ხანი გეყოფა რა მოკლედ. მით უმეტეს სახლის პირობებში იდეალურია. ხელოსნებსაც გამოადგებათ არნის ლარიანი ხელთათანები იგლიჯება ეგრევე ხოლმე ეს ქელიც არის და ამის ვარკადასხმავ ხოლმე ამას მოკლედ. ახლა შეგვიძლია ესეთი რამე ამან ესე რო არიდინოს შეგვიძლია ესე გავაკეთოთ ნახეთ აი ესე ოდნავ მოუჭერთ და დაგროვდება რა აქ რა და მე შემდეგ მოუშვებთ და ერთიანად წამოვა მანამდე ახლა მოხსნათ ფილტრი ფილტრი მოშვებულია როგორც თქვი მე ეს არ დამთხრის ჭიქა იმიტომ კაი რომ თვითონვე უშვებ რა ჭიქითვე რა ეგ კომფორტი აქვს ამას გამართლა ძირს მაინც არ დამექცა всё ეგ არის ეს ჩამოიწურება ახლა დაველოდოთ საკმაოდ კარგად დავაქციე აქტიურად ჩამოიწურა ახლა გავიგებთ გავიჭიროთ ხელები გავიგებთ ახალ ფილტრს ის უნდა მოხსნათ ახლა გავხსნით ამით ავიღებთ და ასე თქვათ ხოლოდ ამას დაუზეთავთ ესე დავაყენებთ ისე დავხიდან მივუდგეთ აყენდა ლამაზად ხელი მისრიალებს უკენდენ ისეთი მოხდა ხელზე ამით მოუჭერთ ასე ვთქვათ ახლა ფილტრს გავაკეთე აი ეს ფილტრი მივაყენე გავუჭირე და ასევე ესეც მოუშვის ბოლტი და კიდე წამოიღო საკმაოდ ერთი 200 გრამი ალბათ აქ წვითავს ახლა ბოლომდე დაიცლება და ამას მივაყენებ და განჩვენებთ მე როგორ ჩავასხავ შიგნით გავასხათ ზეთი მოკლედ ამას ვხსნით ყველა წარმოების სხვადასხვანაირად აქვს ამ კონკრეტულ ამ ზეთს აქვს ესეთი კარგი ჩასასხმელი მოხსნით და ეგრევე შეძლებთ რომ ასე ვთქვათ ჩაასხათ აი შეცდომა გამოვასწორე და აგერ სხვილთავიანი ბოთლი გადავჭერე ეგეთი ძაბრი არ მქონდა ბოთლითაც შეიძლება თავარი იმაში ეტეოდეს ლამაზად ავიღებთ და ამას აი ესე ჩავასხავთ
თავარია არ დაგიქცეთ, რა იგვერდებზე არ გადმოგიქცეთ, ეგ გააკონტროლეთ. ძრავში არ ჩაგიქცეთ, თავარი ეგ არის. შემაქანას ჩადის 4 და 300. ცოტას დავამატებ 1 ლიტრიანიდან ახლა. მე ყველაფერი კარგად არის, მიდის ისეთი ჩვეულებრივად. აუცილებლად ყველაზე უნდა გქონდეს თქვენი მანქანის დაშვება, ეს ჰიბრიდის არის მაგალითად. ჩემი ფლაგინია, ჰიბრიდია. უნდა გქონდეს თქვენი მანქანის დაშვება აუცილებლად. ბოლომდე ჩაიწუროს და ჩავამატოთ შემდეგ 1-300 გრამი. 1 ლიტრიანი მაქვს ნაკედი სპეციალურად მაგისთვის. ეგ არის. ერთიანი. პრინციპში ეს სჭირდება. ეხლა ჩავამატებთ დაახლოებით 300 გრამს. ეს ცოტაც დავამატოთ, ეგ არის. თუ მოითხოვა, მე შევამოწმებ ციუზე და თუ მოითხოვა, მე დამატებაც არ არის პრობლემა. ეს დავაფარეთ. ტილოა ვიღოთ. ეს გავწმინდოთ. რაც დავსვარეთ. მივასუფთავოთ, მივალაგოთ და ცოტა შიგნით ჩაიქცა ძალიან ოდნავ და ესეც ამოვწმინდოთ. ეგ არის. შევამოწმოთ შუბზე. შევამოწმოთ ახლა შუბზე რა ხდება. ნორმალია ყველაფერი. გასისინებული სუფთაზეთი გვაქვს. ახლა ავდგეთ და დავქუქოთ. როცა დავქუქავთ, ვაცადოთ რომ გადმოიტანოს. ამ შემთხვევაში ახლა პლაგინია გაზს უნდა მივცე რომ დაიქუქოს. ძრავის დავქუქეთ. ჩავაქროთ. კიდევ ერთხელ დავქუქოთ. მივიდეთ ახლა. ქვემოთ შევხედოთ. სადმე აწვეთავდეს, არ ჟონავდეს, მაინც თავი დავიზღვიო და გადავხედოთ. შვიდობა გვაქვს ნახოთ. აქაც შვიდობა. რავი, კარგად მუშაობს. ესაც ჩვენი ზეთის შეცვლა. ყველაფერი ხელსავე გავაკეთეთ ნამაზად. გაშიტმის მივაყენებ და